დააბრუნდით ჩვენ ისე პირდაპირ ეთერში ვარ ძალიან საინტერესო თემით გრძელდება ჩვენი გადაცემაა ჩვენ უკვე ვუთხარით ჩვენს მაყურებელს მაგრამ კიდევ ერთხელ ვეთქვით რომ 54 სკოლის მოსწავლეებმა დაადგეს ძალიან საინტერესო სპექტაკლი ვაჟებ-შაველას მიხედვით სტუმარ მასპინძელი კი ბატონო რომელ ესე იგი თურმე სპექტაკლი გადაუღიათ ამ ბავშვებს გაუგზავნიათ განათლების სამინისტროში და ხუთეულში მოხდა მთელი საქართველოს ესე იგი სკოლებიდან და მოდი უკეთ ჩვენ სტუმრები საუბრობენ და წარადგენენ ჩვენ სტუმრებს 54 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ქეთევან-ჩაქური მოგესალმებით. ასევე სპექტაკლის რეჟისორი მარიტა ჯიშკარიანი გამარჯობა და მსახიობები, ახალგაზრდა მსახიობები მარია მამულაშვილი, ლუკა ავაზაშვილი, დავით ლეკიაშვილი. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან საინტერესო ინფორმაცია გითხრა ირაკლიმ და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ბუნებრივია. დირექტორისგან რამდენი ხანი მუშაობდნენ ბავშვები, როგორ გადაწყდა რომ ყოფილიყო ვაჟის შემოქმედება, ვაჟის წყალს რომ გამოცხადა ამასთან დაკავშირებით თუ ყველაფერი გითხარით გვაინტერესებს. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან ლამაზი სტუდია და ძალიან მხიარული ფერები. კი ბატონო, ასე ტემპერატურა ძალიან თბილი. წამყვანებთან ერთად. იცით რა, ეხლა ვფიქრობდი, იცით რა ვიწყოთ, აი ბუნებრივად გამახსენდა ერთი რამ. არის ესეთი განათლების სპეციალისტი კენ რობინსონი, რომელსაც ძალიან საინტერესო ლექციები აქვს და ერთ-ერთ რო ვუსმენდი, ეს იყო ადრე უფრო 2006 წელს, მან თქვა რომ სკოლა კლავს შემოქმედობითობასო. აი ესეთი რამ და მაშინ იცი რაღაც მენიშნა რაღაცა ეხლა სრული პასუხისგებლობით დიდი სიხარული და ემოციით სავსე ვარ, რომ სრულიად საპირისპირო სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ეს პროექტი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ვაჟებ-შაველას გარდაცვალების 100 წლის თავისადმი მიძღვნილი და სწორედ ითვალისწინებს იცით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ არის თვითონ პროექტი მოწოდებული. ეს პროექტი ითვალისწინებს რომ უნდა გაკეთებულიყო სპექტაკლი და სპექტაკლის შემდეგ გადაგვეღო და ასე მიგვეღო მონაწილეობა კონკურსში და მინდა გითხრათ რომ რა ვიცი მე აღფრთოვანებული ვარ. მე ვაჟაცხვანაირად დავინახე თითქოს ჩემი ეს არაჩვეულებრივი ბავშვები სულ სხვა კუთხით დავინახე და რა ვიცი საინტერესო რეჟისორთან ურთიერთობა, უშუალოდ თქვენი სკოლასთან მეგობრობა და ბავშვები რამდენად მომზადებულები აღმოჩნდნენ რომ ეთამაშათ როლი. და როგორ არჩიეთ მსახიობების კასტინგმა როგორ მოგესალმებით პირველ რიგში უღმესი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო პროცესი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანი არ არის ჯერჯერობით რაც ვთანამშრომლობთ, მაგრამ რა პროექტებიც ერთად გაგვიკეთებია, მე მგონი ყველა შედგა. ეს არის ამ შემთხვევაში ვფიქრობ მართლა საუკეთესო, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მე პირადად გავიზარდე როგორც რეჟისორი ნამდვილად, იმიტომ რომ განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებთან, ბავშვების თვალით დანახული ვაჟა. ზუსტად ეს გვინდოდა. თვითონ ხა ბუმბერაზი შემოქმედი რომ ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს, მაგრამ ეს იმხელა შრომას მოითხოვს, იმხელა თავდადებას ბავშვებისგან, თვითონ მსახიობებისგან, თან გაითვალისწინეთ ესენი არ არიან პროფესიონალები. ეს იყო მართლა ძალიან დიდი სიამოვნება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას მთელ შემოქმედებით ჯგუფს. 11 ბავშვი ყავდა ჩართული. ისინი აი მართლა საოცარი თავდადებით აკეთებდნენ ამ საქმეს და რაც ვსავარია დიდი სიყვარულით. და მე იმედი მაქვს რომ ისინი უკვე მოიწამნენ სცენის მტვერით და შეიძლება მომავალში მე მაქვს უკვე რამდენიმე შემოთავაზება გავაკეთე მათ მიმართულებით და რა ვიცი. ანუ რეკომენდაციები გაეცი. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ნამდვილად აკლიათ სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან თეატრის მიზანი ის არის რომ მიაჩნიოს ადამიანს სიხარული და ბედნიერება და მე ვფიქრობ რომ ამ ბავშვებმა მართლა ძალიან დიდი ბედნიერება, დიდი გამოცდილება მიიღეს ამ პროექტში. მსახიობსაც მოვიკითხავთ ხო? აუცილებლად და ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას. არ გვაძლევდა საშუალებას. გამომდინარე ვერ მოვიცეთ ყველა მსახიობი. საინტერესო ამიტომ ვკითხო უკვე მომავალ მსახიობებს და რამდენი საინტერესო იყო თქვენთვის მუშაობა, გითხარით, რამდენ ხანს მუშაობდით და ზოგადად როლების შესახებაც, აი მაგათ მარიამ თქვენგან დავიწყოთ, რა როლი შეასრულეთ? მე ვასრულებდი აღაზას როლს. გამიჭირდა თქო, მაგასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ არ იყო. გაქვს მონაწილეები მსახიობს? ალბათ კი. ეს უკვე ემოციურია ძალიან. ეს უკვე ძალიან დიდი პლუსია. ძალიან მსიამოვნებდა თვითონ ამ როლის შესრულება. ძალიან ბევრი რაღაც იყო დამოკიდებული ჩემზე. ორმაგად უფრო უნდა მენერვიულა სცენაზე გადაღების დროსაც. თვითონ ამ ეს როლი, აღაზას როლი ეს ქალი განიცდის ორმაგად ტკივილს, მოგეხსენებათ ოჯახის შეურაცხყოფას და
თავისი ქმრის სიკვდილსაც. ასევე გამოჩნდა ზვიადაური, რომელიც არანაკლებ განიცადა. ხო. ბატონი დავით ლეკიაშვილი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან პასუხისმგებელი. გითხარი ზვიადაურო 1-2 სიტყვა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემი როლი თავისებური როლია, გარკვეულ სირთულეებსაც მოითხოვს. მაგრამ ანუ ძალიან ბევრი, როგორ თქვა, არ ვიცი თვითონ მოვიტყუე კიდევაც როლის თამაშის დროს. გადაღებისას ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გაკეთება, რადგან სიკვდილთან არის საქმე და მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ბავშვებსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო, იმიტომ რომ მათ გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა ისეთი როგორც ეხა არის და დიდი მადლობა მარიტა მასწავლებელს, რადგან შემოკარგებოდ თქვენ. რადგან მან დაგვანახა ცხოვრებისეულის სხვა ხედვა, რომელსაც ძალიან დიდი სიხარულით შევეგებ მე პირადად. და ჯოყოლასაც უნდა გითხოთ რა თქმა უნდა. ჯოყოლა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამ როლის შესრულება ჩემთვის ასე ვთქვათ. რთული იყო, რომ გამეცნობიერებინა ამ როლის სირთულე, მისი აზრები უნდა გამეგო და მოქცეულიყავი ისე, როგორც მოიქცეოდა თვითონ ეს პერსონაჟი. ამ სპექტაკლისგან მივიღე დიდი გამოცდილება, რადგან ვისწავლე მრავალი რამ თვითონ სამსახიობო ხელოვნებით და კიდევ მრავალი ჩემ თავში მრავალი რამ დავძლიე ამ სპექტაკლში. ძალიან დიდი ნაწარმოებია, მაინტერესებს თუ გქონდათ სკოლაში ეს გავლილი და რომელ კლასის მოსწავლეები ხართ? მე 9 კლასი არის, ჯერჯერობით არ აქვს გავლილი. მე 11-ში ისწავლება და ძალიან ძალიან რთული იყო. ნამდვილად. და მე მგონი ძალიან კარგი შეხვედრა. რა თქმა უნდა, რეჟისორს მინდა ვკითხო, რამდენი ხანი ემზადებოდით და ეს საპატიო ხუთეულის შესვლა, რა თქმა უნდა, უკვე გამარჯვებაა და მაინტერესებს ის პერიოდი, რაც დასჭირდათ ამ ბავშვებს, რეჟისორს რა თქმა უნდა პირველ რიგში, და იმ კოლექტივს, რომ აი ეს ყველაფერი უკვე წარდგენილიყო გაფორმებული. სულ რაღაც 2 კვირა. აი სულ რაღაც 2 კვირა იყო ეს, მართლა არნახური შრომა იყო. მაგრამ აი მართლა ვიძახი, ყველას მართლა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. თითოეულ მსახიობს, აი ყველას მხარ ქალბატონ ქეთის მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ დილას რეპეტიციები, საღამოს რეპეტიციები, არ ვიცი, ამ ბავშვებმა იცხოვრეს თეატრალური ცხოვრებით. ეს მართლა ძალიან რთულია, დამიჯერეთ. ანუ ეს პროფესია არის ისეთი, რომ თუ ძალიან არ გიყვარს და თუ ძალიან არ გინდა, ვერ გაძლებ ფიზიკურად ამ პროფესიაში. და მე ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები მართლა და აი არ ვიცი, მიიღეთ ჩემი და არ ვიცი აი ყველანაირად გვერდში დავუდგები ყოველთვის ისეთი მონდომება დავინახე მათი მხრიდან. და ასევე ქალბატონ ქეთის მინდა ვკითხო. მაინც მადლობა ტრადიციულად, მაგრამ არც არავის სამადლობელო არაფერი არ გვაქვს, ჩვენ რაღაც ერთმანეთი შევასეთ, რაღაცა დიდი ჰარმონია იყო. აი მარიტამ თქვა რომ ჩვენ რამდენიმე პროექტი გქონდა ერთად და რატო გამოვიდა იცით, იმიტომ რომ რაღაცა ჰარმონიული ხედვა გვაქვს. ესე არ მოჩნდა, შეიკრა ეს გუნდი. გემოვნებით, ხედვით, ღირებულებებითაც მე მგონი, ახლა ასე მგონია უკვე და როცა ესეთი გუნდია და როცა იდეაც ასეთი კაია პროექტი აუცილებლად როცა ვაჟა ერთიანებს, როცა ვაჟა ერთიანებს. და მე მაინც მინდა რა თქვა, მარიტა უფრო ხანს თუ სვავს, რასაკვირველია, როგორც სამსახიობო რაღაცასთან შეხება და მე კიდე მინდა ვთქვა, რომ აი ასე დანახული ვაჟა ბავშვების მიერ. ახლა მოვკარი ყური ცოტა ხანი ვიდრე შემოვიდოდით, წიგნიერებაზე იყო გონი საუბარი, ხო, სტუდიაში. აი წიგნიერება სწორედ რა არის? აი ეს გენიალური ნაწარმოები თავისი სრული ანალიზით, მიზეზშედეგობრივი კავშირებით, აი ყველაფრით, რისი თქმაც ვაჟას უნდოდა, აი დამეთანხმებით ბავშვებო რა, უბრალოდ ნასწავლი, ხო არასდროს არ იქნება ესეთი. ეხლა უკვე ვაჟა თქვენშია და სხვანაირად გაითავისე და ეს არის ძალიან ღირებული. ქალბატონ ქეთი, რადგან ეს ყველაფერი შედგა და უკვე დაამტკიცა ამ ბავშვებმა, რეჟისორმა, რომ ეს არის ერთი გუნდი, რომელთაც ძალიან კარგი საქმეების კეთება შეუძლიათ ერთად. იგეგმება თუ არა კიდევ თქვენი მხრიდან მოხდეს ინიცირება, რომ სხვა ნაწარმოებებიც გაითავისონ ისე როგორც მომას მინდა. ეხლა რაღაცას გეტყვით მე, საერთოდ აი ჰუმანიტარული სკოლა რას ნიშნავს და ფსიქოლოგია და ფილოსოფია იმას, რომ ჩვენ უნდა ვირწმუნოთ და ასეა რომ ყველა ადამიანს აქვს აი სრულყოფილებისკენ, თვით აქტუალიზაციისკენ აი ბუნებრივი სურვილი. და მენეჯმენტის აი დირექტორის ფუნქცია რა არის, რომ ამათ
შევკრა, სწორი მიმართულება მივცე და ისეთი გარემო შევუქმნა, რომ მაქსიმალურად ეს ნაბიჯები გადადგან. ამიტომ თეატრი აუცილებლად შემოვა უფრო სერიოზულად ჩვენ სკოლაში. კი ბატონო. და ყველა სკოლაში უნდა იყოს მე ჩემი აზრია, იმიტომ რომ წეგან დავითმა ძალიან სწორად თქვა და მომხვდა ეგრევე ყურში, ბევრი რაღაცის დაძლევის საშუალება მომცა, რომ მომეცა ჩემ თავში რაღაცა გარკვეული ბარიერები დამეძლია. თუნდაც საზოგადოების წინაშე გამოსვლა, თუნდაც ეს კომპლექსი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანს აქვს, აი ამ ყველაფრის მოხსნა შეძლო სპექტაკლმა და თან მსახიობის ოსტატობა, მეტყველების კულტურა, ძალიან ბევრი რამე სწავლობენ ბავშვები ამით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებულები იქნება. შრომაც ერთმანეთთან ურთიერთობას და ალბათ როდესაც სპექტაკლი დასრულდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უფრო დამეგობრდით ხო და თქვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა, აღარ მოიცავს მხოლოდ კლასელობას ან პარალელკლასელობას, არამედ უკვე პარტნიორებიც ხართ სცენაზე და მით უმეტეს როდესაც სპექტაკლი წარმატებულია. პასუხისმგებლობა გაუღრმავთ, რაც თავარი ყველაზე მეტად, იმიტომ რომ აქ იციან, რომ ეს არის სინთეზური ხელოვნება და ერთის ჩაგდება ნიშნავს ყველას ჩაგდებას. ამიტომ ამათ ისწავლეს ერთმანეთის გატანა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემის აზრით. ამით ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან გაითავისეს ეს ყველაფერი და ძალიან შეიკრნენ, ჩამოყალიბდნენ მართლაც, როგორც ქალბატონო კეთი მძანა, ერთ გუნდად. მე და დავითი ჩხუბობ ხოლმე თავიდან ახალი გადმოსულია სკოლაში დავითი და მე ძალიან კარგი შენაძენია. სექტემბერში ვარ ამ სკოლაში მისული და იყო რაღაცები, ნუ დისციპლინის კუთხით ერთსაკრუელია. ეხლა როგორ უნდა ვეჩხუბო არ ვიცი. მაგრამ ზედი მაქვს რომ კი ბატონო. იქნება სრული გაგება ყველასაკენ. ჩვენ იმედი გვაქვს რომ აი ესეთი სპექტაკლები თქვენი მხრიდან ძალიან ბევრი იქნება, ხშირად მოგზანდებით ჩვენთან სტუდიაში, გავაშუქებთ, ვისაუბრებთ და აი ბავშვებს კიდევ ერთხელ მივცემ საშუალებას რომ მაყურებელთან უფრო ახლოს მივიდნენ და აკეთოდეს საქმე, რაც უკვე დავამტკიცეთ რომ ძალიან კარგად გამოსდით. ნამდვილად. რა კაია რომ თქვენ ეს გააშუქეთ, იცით ძალიან ხშირად ეს მინდა ვთქვა, პატარა საყვედური რომ რაღაცა კაი პროექტები და აი რაღაცები რო კეთდება, ნაკლებად შუქდება რატომღაც. არავის არ აინტერესებს თითქოს ტელევიზიებს. ჩვენ რაღაცა სკანდალური არ არის ცოტა და ამიტომ დიდი მადლობა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, გვინდა გისურვოთ წარმატება და რა თქმა უნდა კვლავ გელოდებით ბევრი სიახლეებით. მადლობა. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ დღეს ცოტა ხანში. მეხუთე ბლოკი გველის წინ ასე რომ უკვე იცით რომ და შეხსენებაც აღარ სჭირდება ჩვენს მაყურებელს რომ არ უნდა გადართოს სვარხზე, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მეხუთე ბლოკი გველის წინ მუსიკალური ნომერი, შემდეგ უკვე პირდაპირ ეთერში ვართ ისე.